ახლა ჩვენ საკვები დანამატს, რომელიც ჩემთვის არის ნომერი 1 საკვები დანამატი, რადგანაც პლუსები აქვს უამრავი. მაგალითად, ისო კარგი არის ტვინისთვის, რადგანაც ტვინს ეხმარება, რომ გაიჟღითოს წყლით, ანუ მეტი რესურსი ჰქონდეს. ასევე ეხმარება კუნთებს თელი სხეულის გარშემო, რომ მომარაგდნენ წყლით და კარგად იყვნენ გაჟანთილები, ემატება ამას ძალას და არა მარტო ძალით, არამედ მოცულობაშიც ეხმარება და რაც ყველაზე კარგად გამიკვირდა არის ის, რომ რაც თუ ასაკში შედიხარ, მითხრ უნდა მიიღო ეს ნელა, რომ მე დაგეხმაროს ასე შედიხარ კუნთების სუსტება, ეს დაგეხმარება კუნთები ძლიერი იყოს, ფორმაში იყოს, ტვინს დაგეხმარება ტვინმა კარგად იმუშაოს. რა თქმა უნდა, თუ რა თქმა უნდა, რაიმე ისარ გაქვს დაავადება, გასაგები ღვიძლთან ამას, მაგრამ საერთო ჯამში არის ყველაზე უსაფრთხო საკვები დანამატი, უსაფრთხო. უმკურშლობები არ აქვს, რაც დარესერჩებულია და რაც ნახეს და როგორც არის და არის ძალიან იაფი კაპიკები. აი ეს მაგალითად ჩოლობრივი კრეატინი მონოჰიდრატია, უამრავი ბრენდი არსებობს, რა მგონი ყველა კარგი არის. ეს ღირდა $17, $18. არის შიგნით 100 პორცია, 500 გრამიდან 1 პორცია არის 5 გრამი. თუ აქტიურად არ ვარჯიშობ, არის 3.5 გრამამდე რეკომენდირებული. და თუ შემოსავლით გიჟი ხარ და დადიხარ დარბაზში ბევრს და ვარჯიშობ კარდიოს ისეთს, 7 გრამს ვიღებ, რომ 5 გრამი წავიდეს სხეულზე, იმიტომ რომ ბევრ ენერგიას ხარჯავ და გამოვიფიტები და 2 გრამი უკვე დამატებით დავიტოვო, რომ ცოტა მომარაგდეს წყლით და ამისაც რომ ვარჯიშობ და ვმუშაობ, ბევრი რესურსი იყოს საერთო ჯამში და მაგათ და რესურსი თუ GPT-საც კითხეთ და მაგათ საუკეთესო არის, რაც კი რამე შეიძლება მიიღოთ.